ჩვენ ყველას მოგეხსენება, რომ პავლემოციკული ბრძანების სარწმუნოებად ვინმე საქმეთესა და არ არის იგი ხოლმე. ესე იგი სარწმუნოება საქმის გარეშე არის მდგარი. და ჩვენ ეკლესიაში დავდივართ, ქრისტეს დავდივართ, რომ მივახლოვდეთ ღმერთს, როგორ დავინახოთ ჩვენი წოდებები, შევინალოთ, მოვიპოვოთ სიმრავლე ჩვენ წოდებებზე და მოვიწუროთ ისინი. ეკლესიაში უნდა ვისწავლოთ. ბევრი გინახავთ გადის სასწავლებელში, თქვათ, საშუალო სკოლაში უმაღლესი, მაგრამ არ სწავლობს. ესე იგი ადამიანი შეიძლება დადიოდეს სასწავლებელში, მაგრამ არ სწავლობს. თორე ზოგი ევროსანია, ზოგი სამოსანი კი დადის, მაგრამ არ სწავლობს. ასევე შეიძლება ადამიანი ასეც არის ძალიან ბევრი დადის ეკლესიაში, მაგრამ ეკლესიურად არ ცხოვრობს. რას ნიშნავს ეკლესიური ცხოვრება? ეკლესიაში სწავლობთ ჩვენ ღვთისმცემლების შესაბამისად ცხოვრებას და რასაც ვისწავლეთ, ის უნდა გამოვიყენოთ, განვახორციელოთ ჩვენ ცხოვრებაში. აქ მოდის ადამიანი სწავლობს, თითქოს ისმენს, მაგრამ გასული არ არის ეკლესიიდან, ივიწყებს ამას და ცხოვრებაში აბსოლუტურად არ ითვალისწინებს ეკლესიაში მიღებულ სწავლებას. რას გვასწავლის დღევანდელი სახარება? თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ ეს გავლენა, როდესაც უფალმა 5 პურით 5000 მხოლოდ კაცები დააყურა და იქ იყვნენ მები და დედები, ესე იგი კაცები ბევრი იყვნენ და 5 პურით დააყურა ხალხი. ამ სახარების ესევე როგორც სხვა მომენტების მხოლობრივი განმარტება შესაძლებელი და ძალიან დიდი სწავლება შეგვიძლია მივიღოთ თითოეული წინადადებიდან, მაგრამ მე მოკლედ ამის დროც არ არის და მოკლედ შევხედოთ. ჯერ უფალი გადის უდაბნოში ჩვენ გვასწავლის, რომ აუცილებელია კაცთაგან დიდებას გამეშოროთ და აუცილებელია ჩვენთვის მით უმეტეს რომ განმარტოვდეთ, ვფიქროთ ღმერთზე და ვიღოცოთ და ვიყოთ მარტო ღმერთთან. წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ხალხს. ადამიანები, რომლებმაც არ იცოდნენ სრულად, არ იცოდნენ ის, რაც იცით თქვენ, რაც ვიცით ჩვენ, რომ იესო იყო ქრისტე ძე ღვთისა, ჭეშმარიტი ღმერთი. მხოლოდ მის მიერ აღსრულებული სასწაულები და მის ესე საფრთხო ქადაგებით გულანთებული გაეშურნენ, წაიყვანეს ცოლშვილი და წარმოიდგინეთ არ წაიღეს საზრდელი. როგორი მონდომებულები იყვნენ სულიერი სწავლისა, სულიერი ცოდნისა, რომ არც მოციქულებმა და არც მათ საზრდელი არ წაიღეს უდაბნოში. და მე მინდა ყურადღება მიაქციოთ, რომ არ დაიწყო არც ერთმა რტვინვა, რომ ჩვენ გშივა, ან გაგვიშვიდა, ან დაგვაპურე, ან მოციქულები მივიდნენ უფალთან და ეუბნებიან, რომ უფალო, გაუნტევე ეს ხალხი. მოციქულებს არც სწამდათ, რომ უფალ შეუძლია, რომ განტევების გარეშე ადგილზევე დააპუროს, მაგრამ მოციქულებიც არ იყვნენ სრული სარწმუნოებით და თხოვენ, რომ გაუშვას ეს ხალხი, რომ ახლო-მახლო დაბნებში იყინონ საზრდელი, რადგან მშივრები არ იყვნენ და დაყრდნენ და ტვინვა არ დაიწყეს. და უფალი რას ეუბნება, თქვენ ეცით მაგათ ჭამადები. და გაუკვირდება თვითონ, რომ ჩვენ არ გვაქვს აქ გარნა 5 პური და 2 თევზია და ის პურიც სხვა სახარებაში როგორც წერია, ქრთილის პური იყო, ანუ იყო უნდო პური, არა თქვა ხორბლის ძალიან გემრიელი კარ. თუნდაც ის ყოფილიყო ამდენ ხალხს როგორ დააყურებდნენ. და უფალი მათ დასანახად ახდენს სასწაულს. ამ შემთხვევაში მიმართავს მამას აღიხილაზეს და დამუსრა და მისცა მოწაფეთა და მოწაფენი მისცემენ ამ ხალხს, რომელიც 5000-ზე ბევრი იყო და აქედანაც დავისწავლოთ, რომ ღმერთი ზოგ სასწაულებს და უფრო დიდ სასწაულებს აღასრულებდა თვითონ ხელმწიფებით, არ მიმართავდა მამას და ნაწილ სასწაულებს აღასრულებდა მამისთან მიმართვის შემდეგ. და მამისგან არ იღებდა ძალას, არამედ ეუბნებოდა, მადლობ შენ მამაო, რამე თუ ისმინე ჩემი, ანუ რომ ასწავლოს, რომ ის და მამა ერთნი არიან, ერთობა რო ასწავლოს მამისა და ძისა და რომ ასწავლოს ასევე, რომ ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი. წარმოიდგინეთ, ყარს აღადგენდა ხელმწიფებით, ცოდვას მიუტევებდა, იქ არ უთქვამს, რომ მამაო, მოდი მიუტევოთ, არა. ცოდების შენდობა ვის საქმეა ღმერთის, ხომ და პირდაპირ უტევებდა ცოდვას. ანუ სასწაულოსაც აღასრულებდა ხელმწიფებით, მამის თხოვნის გარეშე და ნაწილს აღასრულებდა, მამას თხოვდა და ის, ანუ რომ გვასწავლოს, რომ თვითონ არის ჭეშმარიტი ღმერთი და რომ ის არ არის სხვა ღმერთი, ის არის მამასთან ერთად. რომ ერთნი არიან მამაძე და სულიწმიდა, ბუნდებით დაარსით, რომ მამამ მოავლინა. სახარებაში როგორ გვეუბნება, რომ
რას გვასწავლა ჩვენ ხოლმე? რომ ვასწავლო მათ, რომ ჭეშმარიტად შენ მომავლინე მე, ესე დაერწყმუნები გაკაცობრიობას. და ადამიანები დაპურდნენ ამ სასწავლებლის შედეგად და დარჩა 12 გოდორი. 12 მოციქულების სიცხვის შესაბამისად. ის არც მაშინ რო არ ქონოდა ვინმე საზრო ეს რაღაცა მოხიბლულები იყვნენ და ისე რეალურად კი არ იყო საოცრება მოხდა რაღაცა და თვითონ ოცნებით განწყდნენ. არა, ფიზიკურად დარჩა კიდე 12 გოდორი რომ მოწაფეებს თავის მხრებზე ეკიდათ. და მე ჩვენს რო გვეტყოდნენ წვალებლები რომ ის საოცრება იყო, არა რეალურად გაამრავლა ყური არამედ საოცრება იყო, რომ გვერწუნა რომ იმისა დარჩა 12 გოდორი და ეს 12 მოციქულები მაზიდეს, ანუ ფიზიკურად ნამდვილად მოხდა ეს და ნამდვილად რო გაამრავლა. და რას ნიშნავს ეს? პირველ რიგში მერთმა მიცა სულიერი საზრდო და მერე ხორციელი. როგორც გვეუბნება უხარი, ნუ ზრუნავთ, რა ვჭამოთ, რა ვისვათ, რა შევენოსოთ. ამას ყველაფერს წარმართი ეძიებენ. იცის მამამა თქვენმა ზეცათამა რა იგი გიქს თქვენ ამათაგან. თქვენ ეძიეთ პირველად სასუქროელი ღვთისა და სიმართლე მისი და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ. ანუ ჯერ ჩვენ უნდა ავეცადოთ რომ ყურადღება მივაქციოთ ჩვენ სულს, თუ რა ჭირდება იმის გამოვზარდოთ ჩვენი სული, დავარწყულოთ ჩვენი სული, ვაკვირდოთ ჩვენი სული და შემდეგ ვიზრუნოთ ხორციელზე და ხორციელზე ვიზრუნოთ ისე რაც ჭირდება ხორცს და არა ფუფუნებაზე, არა კომფორტზე, არა გადამატებულ რაღაც სიმდიდრეზე. ასე რომ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს მონასტერშიც და ის არასულიერად ანაწილებდეს თავის დღეს. ჯერ ხორციელი საზრდოობები ქონდეს და მერე ან ლოცვის ამ პირადი კანონი დატანებით ისე უნდა გააკეთოს შეასრულოს. ასევე ხალხი ერშიც. ჯერ თავის საქმიანობას მიხედავს, დაალაგებს სახლს, მოამზადებს, სწავლა გაერთობას, აყიდლებს და მერე მოვა საღამოს და იქნებ კანონი შეასრულოს. და კანონს რო შეასრულებს, მადლობელია რომ ეს დიდი ტვირთი მოიშორა. ეს არ არის ჩემო ძვირფასებო კარი. ჯერ უნდა იცოდეთ რომ ხიარულებით მისაცემელი უყვარს ღმერთს. და რასაც აძლევს გულით, სულით, სიხარულით უნდა შეწეროთ. და თქვენ შეგიძლიათ რომ ნომერ პირველი საზრუნავი იყოს სულის მდგომარეობა, სულიერი საზრუნავი, თუნდაც გამოყვება ყოველდღიური და მე ამ სოფლიური რაც საჭირო. ასე რომ თუ ამას გაიმახსოვრებთ და გაითვალისწინებთ და განახორციელებთ თქვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვერწმუნეთ ღვთისშეწევნით დიდი ძალა გექნებათ, დიდი წარმატება გექნებათ და ის რაც გჭირდებათ არასდროს არ მოგაგდებათ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დაგიფაროთ, უწმინდესის ლოცვით, მეომქე გრიგორის ლოცვით, მამების და დედების ლოცვით და წინსვლას და წარმატებებს გიჩვენებთ პირად სულიერ ცხოვრებაში. თქვენი სულიერი წარმატება ეს ჩვენი ქვეყნის სულიერი წარმატებაა. ღმერთმა დაგლოცოთ.